მოგესალმებით, ძვირფასებო ჩემებო. დღეს მოდი განვიხილოთ ასეთი საჯარო გაშლა და განვიხილოთ საკითხი, თუ რა აფერხებს ჰარმონიას თქვენ ორ შორის, ხო? ვნახოთ რა აფერხებს ჰარმონიას თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის. ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი, პიროვნების სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი და მოდი ვნახოთ რა აფერხებს ჰარმონიას თქვენ ორს შორის, ანუ თქვენსა და თქვენს პიროვნებას შორის, ხო? თქვენს პარტნიორს შორის. ჩაიფიქრეთ და დავიწყოთ გაშლა. ნახოთ და ვიწყეთ რა აფერხებს ჰარმონიას თქვენ ორს შორის. რა აფერხებს ჰარმონიას თქვენ ორს შორის. რა აფერხებს ჰარმონიას თქვენ ორს შორის. ნახოთ. იყოს ესე გავუყურებ. ვცლად მოვყო. რაობა. მოდი დავიწყოთ ახსნა, მფონად გვაქვს ჩვენ 10-იანი თასები. და მოდი ასე ვიტყვი, ხო? რეალურად გარეგნულად თქვენს ურთიერთობაში აი ესეთი ჰარმონია ჩანს, ხვდებით, ურთიერთობაში თქვენ შორის არის ძალიან სერიოზულად კარგი, დაბალანსებული ჰარმონია, სადაც არის სიყვარული, ემოციური სიახლოვე, ოცნების, ასეთ მსგავსი რაღაც გვეცნობიერი კავშირი, ხვდებით, მაგრამ რეალურად აი აქ მოცემული არკანები, რაც არის, ხო, ჩამოთვლილი და ჩამოგითვლით სათითაოდ რომ დავიწყებ, აი ეს საერთო ჯამში აი ეს ყველაფერი რაც მე აქ დავალაგე, მეუბნება რას, რომ ამ ყველაფრის უკან რაც საერთო ჯამში ჩანს, ხომ იმალება რაღაც ასე ვთქვათ დისჰარმონია, რაღაც რაც ქმნის დისჰარმონიას, ანუ რაღაც რაც შიგნიდან არ მიყვება იმ იდეალებს და იმ ასე ვთქვათ ხედვებს, რაც 10-იანი თასებიდან შეიძლება ჩანდეს. ხვდებით, ანუ შეფუთული მდგომარეობა არის რეალურად თქვენი ურთიერთობა დღესდღეობით. ვინც უყურებთ დღევანდელ გაშლას, დღევანდელი ენერგია გამომდინარე და გაქვთ მსგავსი სიტუაცია, რომ თითქოს ყველაფერი დალაგებულია, სხვების მოსაჩვენებლად, რომ ყველაფერი კარგად არის და თქვენზე ასე ვთქვათ, სოციუმი ვერასდროს ვერ იფიქრებს, რომ რაღაცა დისჰარმონიაში მყოფებით, მაგრამ გარედან ჩანს, რომ ყველაფერი არის კარგად, თუმცა შიგნიდან ყველაფერი არეულად გაქვთ, მხოლოდ ისეთმა ხალხმა მიყურეთ რეალურად, იმიტომ რომ სხვა საქედან, სხვა ენერგიები თუ მოდის თქვენთან და თქვენი სიტუაცია არის შესაბამება ამ სიტუაციასაც მე ავწერე, შეეშვით ამის ყურებას, იმიტომ რომ თქვენზე არ იქნება ეს გაშლა, ხო? დავიწყეთ რეალურად, ხო? პირველი ასე ვთქვათ ხაზი, რომელიც გვაქვს მე პაჟი თასების 8-იანი ხმლები და 6-იანი კვერთხები, ხო? აი ეს პაჟი, თასების პაჟი, 8-იანი ხმლები და 6-იანი კვერთხები, ნიშნავს რას, რომ ერთ-ერთი მხარე ემოციურად არასრულფასოვნად გამოხატავს საკუთარ თავს. ხვდებით, ანუ ბავშვურად, აი პაჟიდან გამომდინარე, საწავიდა ჩვენი პაჟი, ბავშვურად იქცევა, გაუბედავად იქცევა, ზედაპირული მიდგომებით არის, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობასთან მიმართებაში და მიგვითითებს რაზე, ხო, არასაკმარის ემოციურ სიმწიფეზე, ხო? პიროვნება, ასე ვთქვათ, რომელსაც თქვენ უყურებთ ამ გაშლას, ეს პიროვნება არის არასაკმარისად, ასე ვთქვათ, გაზრდილი, ემოციურად არ არის მომწიფებული და თითქოს პატარა ბავშვის ვიბრაციებშია, ხვდებით, რაღაც არასრულწლოვნის ვიბრაციებში გვეჩვენება. ხო, 8-იანი ხმლები რაც არის შემდეგი არკანი, ხო? რა ვლინდება ამით, რომ ძლიერი შინაგანი ბლოკებია, ასე ვთქვათ, თუნდაც აქედან გამომდინარე შეიძლება იყოს რაღაცნაირად შიშები, პასუხისმგებლობების თავიდან არიდების მიზნით, თუნდაც ის რაღაცას თუ ისი არ გავაკეთებ, შეიძლება შევრცხვე ესეთი რაღაც ვიბრაცია მოდის, ხო? ეს ადამიანი აი რეალურად ვთქვათ, ხო? თავს ბლოკავს და თავის თვით დაბლოკვას, ასე ვთქვათ, ეწევა, არ მოქმედებს, გრძნობს, რომ ვერ იმოქმედებს რეალურად. ხვდებით, 6-იანი კვერთხები რას მიგვითითებს, ხო? იმას, რომ ამ პიროვნებას ასევე აქვს, ასე ვთქვათ, ძლიერი ეგო, ხო? გამარჯვების სურვილი
ან რაღაცნაირად გააჩვენოს ყველას თქვენს და ყველას ერთად ვინ არის მთავარი, ხო? ერთ-ერთ მხარეს, ანუ რეალურად თქვენიდან ერთ-ერთ მხარეს სჭირდება აღიარება და მე ერთ-ერთ მხარეს მივიჩნევ ამ პიროვნებას მაინც, ხო? იმის ვიბრაციები აქვს. ანუ სჭირდება აღიარება, სერიოზულად სჭირდება დიდი ყურადღება და გრძნობს რომ რაღაცნაირად მეტი ეკუთვნის და მეტი უნდა მიიღოს, ხვდებით? ანუ რეალურად, ანუ შიშები, ემოციური მომწიფება სადაც გვაკლია, ხო? არ არის ემოციური სიმწიფე და ასე ვთქვათ, კონკურენტული ეგოიზმი, ხო? ქმნიან ამ პიროვნებაში აი ამ ბლოკებს, აი სწორად ჩამოთვალე შიშები, ემოციური არამდგრადობა, სადაც მომწიფება გვაკლია პიროვნებაში და ასე ვთქვათ, ეგოიზმი, კონკურენტული ვიღაცას რო ეჯიბრება სულ, ხო ხდებით? აი რაღაც ამ ადამიანში ქმნიან ასე ვთქვათ, აი ეს დიდ ბლოკს, ხდებით? ერთი რაღაცნაირად იმის თქვა შემიძლია რომ ეს პიროვნება ვერ გამოხატავს თავს, ასე ვთქვათ, მეორე ელოდება, რომ მას ასე ვთქვათ დაუკრავენ ტაშს, ხვდებით? ანუ თქვენ ელოდებით რეალურად, რომ ასე ვთქვათ, ამ პიროვნებამ რამე გააკეთოს, ის ელოდება აკეთო ტაშს დაუკრავთ და ესეთი მდგომარეობა აქვს რაღაცნაირად, ხო? აი არაჯანსაღი, მოდი ესე ვიტყვი. პირველივე ხაზიდანვე ჩანს, ხო? მეორე ასე ვთქვათ, ხაზი რაც არის მზე, ორიანი თასები და ეშმაკი. კომბინაცია, ხო? მზე, ორი თასი და ეშმაკი, ხო? რეალურად მზე გვეუბნება რას, რომ თქვენ შორის არის ძლიერი მიზიდულობა, სინათლე, ბედნიერი ენერგიებით ურთიერთობაში, მაგრამ ეს არკანი ასევე ძალიან ღიად ან ზედმეტად ასე ვთქვათ, ბავშვურად გაშლილ ურთიერთობას ნიშნავს. ხო, აი თუნდაც ზემოთაც პაჟი იყო, ამის ქვემოთ მზე ამოვიდა, თუნდაც ენერგეტიკულად რო ავიღოთ, ხო? რაც შეიძლება რეალურ პრობლემებს ასე ვთქვათ, ფარავდეს ამ ურთიერთობაში. ხო, ორიანი თასები თითქოს რაღაცნაირად ყველაფერი არსებობს, კავშირი, ორმხრივი მიზიდულობა სულიერი თანხმობა თქვენ შორის ხდება, მაგრამ ეშმაკი ნახეთ რაც გვეუბნება შესაძლოა ფარული მიჯაჭვულობის, ტოქსიკური მიჯაჭვულობის ჩარჩოში მოექცეს ეს ყველაფერი, ხო? შეიძლება დიდი ნება არის, მაგრამ დამოკიდებულების ხასიათს იღებს რეალურად ეს ყველაფერი თქვენ შორის ხდებით. ერთს სურს ძალაუფლება, მეორეს კონტროლი, ან რეალურად ორივეს გეშინეთ ერთმანეთის დაკარგვის და ჩუმად რაღაცა დაკონტროლებთ ერთმანეთს და თქვენ შორის ასე ვთქვათ ურთიერთობაში მიმდინარე პროცესებს ხდებით. ანუ ის რაც თითქოს არის სიყვარული და სინათლე შიგნით გადადის რაღაცნაირად მიჯაჭვულობაში, შიშებში და სურვილებში და ამ სურვილების კონტროლში ხდებით. სიყვარულის ენერგია იქცევა აი შფოთვად ხდებით ამ ურთიერთობაში. რაც შეეხება მესამე ხაზს, ეს არის ხმლების პაჟი და სიძლიერის არკანი, ხო? რეალურად უკაცრავად ეს არკანი ხმლების პაჟიდან გამომდინარე ყვები ამას არკანი მიგვითითებს რაღაცა დაკვირვებებზე, ჩუმ რაღაცნაირად დაკითხვებზე, ეჭვებზე, რაღაც კომუნიკაციის თუნდაც ნაკლებობაზე და რაღაცა სხვის სიმეშვეობით ვცდილობ რომ რაღაც ინფორმაციები გაიგო იმის მაგივრად რომ პირდაპირ დაელაპარაკო ხო ადამიანს. ვიღაც აკვირდება, ასე ვთქვათ, სიტუაციას, ანუ ერთი აკვირდება მეორეს, მაგრამ რეალურად აი ადგეს და მივიდეს და გულით კითხოს რა ხდება, რაღაც არა, ხო? თითქოს რაღაცა საფრთხეს გზნობს ან წარსულის რაღაცა წარსული მოქმედებებიდან გამომდინარე რაღაცნაირად შიშებშია და არ უნდა რაღაცნაირად ისე პირდაპირ ღიად რო იმოქმედოს, რამე არ გააფუჭოს და აი მიდის და მოდის ინფორმაციების მოძიება, დაკვირვება, ეჭვიანობა და რაღაცნაირად ესეთი სიტუაციები, ხო? და სიძლიერის არკანი რას გვეუბნება, ხო, რომ ასევე მიგვითითებს იმაზე, რომ რომელიღაცა თქვენგანი ასე ვთქვათ, ახშობს, აი აკრობს საკუთარ იმპულსებს და ცდილობს საკუთარი თავი გააკონტროლოს, ან თვით კონტროლზე ხართ გადასული. რაღაცა აი ესეთ მეტი არა უქნა, ის რომ მივიდე კითხო და ესა და ესა იქნება და რაღაცა ეს ყველაფერი გიქმნით კონტროლს საკუთარი თავის მიმართ, თითქოს რაღაცნაირად თავიდან იცილებთ ზედმეტ გრძნობებს, ან არაჩვენებთ ერთმანეთს ამ გრძნობებს, ხვდებით, რასაც რეალურად გრძნობთ, იმას თქვენ არავლენთ, აი ამ თვით კონტროლიდან გამომდინარე და აი ამ ქცევებიდან გამომდინარე, რასაც თქვენ ერთმანეთთან მიმართებაში აკეთებთ, ან თუნდაც თქვენ მის მიმართ, ან ის თქვენ მიმართ, ხვდებით, ანუ და აქედან შევიძლია თქვა, რომ ეს გულწრფელობა თქვენ შორის გადაიკარგა სადღაც და რაღაცნაირად ვერ ავლენთ ერთმანეთთან მიმართებაში, აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რეალურად რას ვზნობთ ერთმანეთთან, არც ლაპარაკობთ, არც არაფერს საშუალებით გავს, უბრალოდ აი ესე
ტოქსიკურად ერთმანეთთან მიმართებაში, ქცევებში და საუბრებში ხართ გადასულები. გარდა იმისა, რაც საჭიროა, რომ ისაუბროთ, ყველაფერზე შეგიძლიათ ისაუბროთ აი ამ არკანებიდან გამომდინარე, ხო? ანუ შიშით შეზღუდული კომუნიკაცია გაქვთ, გრძნობების კონტროლი გაქვთ რეალურად, რაც თქვენ ორივეს ურთიერთობაში და გრძნობებში ასე ვთქვათ და ჰარმონიაში ურთიერთობის გიქმნით ბლოკებს, ხო? ჩვეულებრივად. ეხლა რაც შეეხება მეოთხე ცალკეულად მდგარ ხაზში არკანს, ეს არის კვერთხების დედოფალი. ეს შეიძლება იყოს ქალი, რომელსაც აქვს გავლენა ამ ურთიერთობაზე, არ გამოვრცხავთ, რომ სულ ბოლოში ამოვიდა და ჩემთვის მიზეზია გამოდის ხოლმე ყოველთვის ბოლოში ამოსული არკანი, ხო? ანუ პიროვნულად ეს ქალი არის ძალიან ძლიერი, მიმზიდველი, სექსუალური, თავდაჯერებული. ხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება თქვენც იყოთ, ხო, შეიძლება მესამე პირიც იყოს თუნდაც ურთიერთობაში, რომელიც ერთ-ერთ მხარეს, ასე ვთქვათ, მის მხარეს აკავებს ხო ხდებით თქვენთან ასე ვთქვათ ურთიერთობის თემაში და დომინირებს სიტუაციაში, ხო? ასევე ეს არკანი შეიძლება ხშირად მიუთითებდეს რაზე? ვნებების დომინაციაზე, კონტროლზე, სიტუაციაზე, სადაც ყველაფერი ემოციურ დრამაზეა აგებული, ხო? აი ჩვეულებრივად ინდური დრამები რაც არის, ხო? აი ესეთი სიტუაცია დღესდღეობით, რაც თქვენს ურთიერთობას, ასე ვთქვათ, ბლოკებში აქცევს ჰარმონიის თემაში, ანუ ჰარმონიას ვერაფრით ვერ მიაღწიეთ. სხვათა შორის მე მინდა ვთქვა, რომ ეს ქალი შეიძლება თვითონაც თქვენ იყოთ, მაგრამ მე უფრო ახლა არ დაგიმალავთ, სხვა ქალის ვიბრაციები უფრო მომდისაკ და სამწუხაროა, ეს ყველაფერი აქვე ეშმაკი ამოდის და ასე ვთქვათ, არ მინდა უბრალოდ ამაზე გავამახვილო ყურადღება, რომ თუ რა გავლენასთან შეიძლება გქონდეს საქმე, იმიტომ რომ შეხედათ ეშმაკის სიძლიერე და კვერთხების დედოფალი ჩვეულებრივად და პლუს აქედან 6-იანი კვერთხები, ანუ ვიღაცას თქვენს ურთიერთობაში მესამე პიროვნებას შეიძლება სურდეს გამარჯვება, თითქოს თქვენი სტაგნაციაში და დისჰარმონიაში ჩაგდებით. ეს ცალკეული საკითხია, ვისთვისაც ეს ახლოა ეს სცენარი, რაც მე მოვყევი და სხვათა შორის 99% შესაძლებელია ეს სიტუაციაც იყოს აქ. და ორივე იყოს თუნდაც საცმეად ჩამოვთვალე, იმიტომ რომ ორივე სიტუაცია გაშლაში ჯდება. შეგიძლიათ პირადად კონსულტაციისთვის მომმართოთ და განვიხილოთ ეს საკითხები, ასე ვთქვათ, პირადად, იმიტომ რომ მე აქ ვერ დავიწყებ ყველასი ენერგიებიდან გამომდინარე გაშლას, ვისთან რა სიტუაცია და ნუ მთხოვთ, ნუ რავინ, რომ ასე ვთქვათ, დაგიმთხვით სიტუაციები. მე აქ შეკვეთებს არ ვიღებ, ზოგადად ტაროს არკანები, რასაც მიჩვენებს, იმას ვსაუბრობ. გესმით, ანუ რას ვიძახი და ვერაფრით ვერ დაემთხვევა ყველას სიტუაციას ჩემი გაშლები. ნუ კი შესაძლოა დაემთხვეს, მაგრამ თუ მაინც და მაინც კონკრეტულად თქვენი ვარიანტი გაინტერესებთ, ხო, თქვენ რეალურად რა ხდება თქვენთან, მაშინ და მომმართოთ პირადად რომ გავარკვიოს და არა ესე რომ ზოგადად გაშლილი, კი, ძალიან კარგი თუ ემთხვევა ყველაფერი და კარგი, მაგრამ სიტუაციურად ყოფილა ესეთი ასე ვთქვათ, ფაქტორები, რომ პიროვნება მოსულა თავისი გაშლა გქონდა და საერთოდ სხვა რეალობა დახვდა, როცა გაუშალე, ხვდებით, ანუ ნუ აყვებით, ასე ვთქვათ, საკუთარი ემოციების, ასე ვთქვათ, ძახილს, რომ აი, ჩემია და შეიძლება საერთოდ არ იყოს თქვენი სიტუაცია ეს ყველაფერი, ხვდებით და საერთოდ სხვანაირად იყოს, მაგრამ თქვენად აღიქვავდეთ. თუმცა თუ გეცნობათ ასეთი ფორმატი, ასე ვთქვათ, ურთიერთობის თქვენთან, სადაც ორივე ფაქტორი ვლინდება, რაც მე ჩამოვთვალე და პლუს ამას მესამე პიროვნება შეიძლება იყოს კვერთხების დედოფალი, მომმართეთ პირადი კონსულტაციისთვის და განვიხილოთ ყველაფერი დეტალურად და სიღრმისეულად, ხომ, თქვენთან მიმართებაში რაც იქნება. მოკლედ, ეხლა ვნახოთ რა აფერხებს თქვენთან ჰარმონიას ჩამოვთვალოთ, ხო? შინაგანი ბლოკები და შიშები, თითქოს ორივე ცდილობთ თავი დაიცვათ იმით, რომ არ გამოხატავთ სულად გრძნობებს ერთმანეთთან მიმართებაში. მეორე რა არის, ხო, მიზაჭულობა და კონტროლის სურვილი ერთმანეთის. ანუ ნახეთ რა ვნებამ ჩანაცვლა გულწრფელობა თქვენთან, ეშმაკი პლუს სიძლიერე აჩვენებს რეალურად თავშეკავებულ ვნებებს, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან მიმართებაში, რომელიც აფერხებს და ასე ვთქვათ, თქვენს ურთიერთობას დისჰარმონიაში შეაგდებს. პლუს ამას დამატებული პიროვნული ანუ პიროვნების, აი ამ პიროვნული ეს მოუწიფებლობის დეფიციტი აქვს ამ პიროვნებას, პაჟების თემიდან გამომდინარე, რომელიც მიგვითითებენ ემოციური სიმწიფის ნაკლებობაზე, ბავშვურ ქცევებზე ამ ადამიანის მხრიდან ამ ურთიერთობასთან მიმართებაში, თქვენთან მიმართებაში და შეიძლება მესამე პირის არსებობაც და ჩარევებიც იყოს ამ თქვენი, ასე ვთქვათ, ჰარმონიის ბლოკი ამ ურთიერთობაში, ხვდებით, ან ძლიერი ქალური ენერგია, რომელსაც წარსულში ჰქონდა დომინაცია და არ არის, ანუ ეს პიროვნება აი ამ, ასე ვთქვათ, ენერგიებიდან გათავისუფლებული. ეს არის რეალურად
ის ფაქტორები, რაც ასე ვთქვათ, აფერხებენ ჰარმონიას თქვენს ურთიერთობაში და იმედი მაქვს, რომ თქვენთვის რაღაცნაირად იქნება გასაგები, აი ეს ყველაფერი თუ გაინტერესებდათ, რატო ვერ მიხვედით თქვენს ურთიერთობაში ჰარმონიამდე, თუნდაც ჰარმონიამდე და რატო ვერ გადაიხართ ჰარმონიაში. აი ეს ყველაფერი თუ თქვენთან რეზონირდა, ესეთი სიტუაცია და თუ უფრო კონკრეტულად გაინტერესებთ, კიდევ ერთხელ გეკითხებით და გეუბნებით, უფრო სწორედ კი გეკითხებით, გეუბნებით, მომმართეთ პირადი კონსულტაციისთვის და ნუ ვცდილობთ თითოეული ჩემი ასე ვთქვათ, საჯარო გაშლიდან საკუთარ თავზე მოიგოთ ის, რაც შეიძლება საერთოდ არ იყოს თქვენი შეცდომა შეშეკავთ საკუთარი თავები. უბრალოდ რაღაცნაირად მიხარია, რომ ეს სრულფასოვანი ინფორმაციას გაწვდით, რომ ვცდილობ რაღაც არ დაგიტოვოთ კითხვები, ანუ ჩემს გაშლებთან მიმართებაში, ხო ხვდებით? მაგრამ მაინც კონკრეტულად თქვენზე რომ რეზონირდეს ყველაფერი, საჭიროა ამისთვის პირადი კონსულტაცია და არა ზოგადი, ასე ვთქვათ, გაშლები. ზოგადი გაშლები თქვენთვის არის ძალიან კაი თუ რეზონირდება, მაგრამ ყოველი ჩემი გაშლა ვერ იქნება კონკრეტულად თითო ადამიანზე მორგებული, ხვდებით? ნუ ეს შეუძლებელია. ამის თქმა მინდა მე. კარგად ბრძანდებოდეთ ჩემოკარგებო, ისურვებთ მშვიდობიან დღეს და ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში. ნახვამდის.